ბათუმის დელფინარიუმში 20 წლიანი პაუზის შემდეგ დელფინების პირველი შოუ გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი ოჯახის წევრებთან ერთად დაესწრო. წარმოდგენა 9 საათს გაგრძელდა, აქ იმყოფებოდნენ აჭარის პირველი პირი და პარლამენტის თავმჯდომარე. ბათუმის დელფინარიუმში იაპონიიდან ჩამოყვანილი და შავი ზღვის ბინადარი 15 დელფინი ჰყავთ, თუმცა დღევანდელ შოუში მხოლოდ 8 მათგანი მონაწილეობდა. აქვე 4 სახეობის სელაპი ბინადრობს. ბათუმის დელფინარიუმი 1975 წელს გაიხსნა და ის წლების განმავლობაში ბათუმის სავიზიტო ბარათად ითვლებოდა. დელფინებთან ადგილობრივი სპეციალისტები მუშაობენ, მოქმედებს სპეციალური ლაბორატორია, სადაც მუდმივ რეჟიმში ხდება წყლის ხარისხის კონტროლი. დელფინები შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელ სამეცნიერო კვლევით ცენტრს საჩუქრად საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა ქართუმ გადასცა. ნახე ძალიან მომეწონა. მაგარი საყვარელები არიან და მაგარი შოუ გამოვიდა. ძალიან კარგი იყო, ალბათ ერთ წელიწადში ეს დელფინები უფრო ბევრ რამეს შეისწავლიან და უფრო განვითარდებიან. ბათუმის ისტორიაში მნიშვნელოვანი დღე არის, რომ 20 წლის შემდეგ ბათუმს დაუბრუნდა დელფინარიუმი, ბათუმში გაიხსნა დელფინარიუმი და ისევე როგორც ადრე და სამწუხაროდ თაობა გაიზარდა, ისევ რომელსაც არ უნახავს ეს სიამოვნება არ უზნია. დღეიდან უკვე შესაძლებელი იქნება, რომ ვიხილოთ ეს სიამოვნება, დღეს უამრავი ბავშვი იყო აქ ნახეთ, ყველა კმაყოფილია და ასე რომ ერთი ღირსშესანიშნავი ადგილი, ერთი ალბათ ყველა ბათუმელის ნოსტალგიის, გაღვიძების და იმის ხილვის, რაცაც 20 წელი ვიყავით მოკლებული, დღეიდან უკვე ამის საშუალება ჩვენს თანაქალაქელებს და ჩვენი ქალაქის სტუმრებს უკვე გააჩნიათ.